დიპლომატიურ კონფერენციაზე ჰააგაში, რომლის მიზანიც ომში მყოფი უკრაინის მხარდაჭერაა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოვიდა. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანასა და ხალხს მიადგათ ამ უსამართლო ომის შედეგად, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას. ბოჭორიშვილი თავის სიტყვაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს დღესაც აგრძელებს ბრძოლას სამართლებრივი მექანიზმებით, რომ რუსეთის მიერ ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად მოქალაქეთა დარღვეული უფლებები დავიწყებას არ მიეცეს. უფრო მეც თემაზე თამუნა ციკლაური გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება, თამუნა გისმენთ. 95 სახელმწიფოს პოლიტიკურმა ლიდერმა მოაწერა დღეს ხელი იმ კონვენციას, რომლის საფუძველზეც ქვეყნები თანხმდებიან, რომ შეიქმნება საერთაშორისო საარჩევნების კომისია, რომლის მთავარი მიზანიც იქნება იმუშაოს ომში მიყენებული უკრაინისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიმართულებით. 95 სახელმწიფოს შორის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერებს შორის არის სწორედ საქართველოს. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი წარმოადგენდა ქვეყანას საერთაშორისო კონფერენციაზე ევროსაბჭოს ორგანიზებით და ამ კონფერენციაზე მაკა ბოჭორიშვილმა ხელი მოაწერა კონვენციას, როგორც უკვე გითხარით, და ასევე მიმართა სიტყვით დღეს ჰააგაში შეკრებილ პოლიტიკურ ლიდერებს. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პასუხი გაეცეს და არ დარჩეს უპასუხოდ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ამ ფონზე ასევე მაკა ბოჭორიშვილისგან მოვისმინეთ გზავნილები საერთაშორისო ტრიბუნიდან, მათ შორის ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება კონკრეტულად საქართველოს, ვინაიდან მაკა ბოჭორიშვილმა დღეს ეს საერთაშორისო ტრიბუნა კიდევ ერთხელ გამოიყენა სწორედ იმისათვის, რომ ესაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს ლიდერებს შეახსენა, რომ სწორედ საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და კარგად იცის ამ ყველაფრის ფასი, შესაბამისად იცის მშვიდობის ფასიც და მთავარი გზავნილიც საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან შეეხებოდა სწორედ იმას, რომ მნიშვნელოვანია არ დარჩეს უპასუხოდ საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. საკუთარი ქვეყნის დასაცავად უკრაინელი ხალხის ბრძოლა გულგრილს ვერ დაგტოვებს. ის ტრაგიკული რეალობა, რომელსაც დღეს ევროპის შუაგულში ვხედავთ, მეტ ძალისხმევას მოითხოვს რეგიონში მშვიდობის აღსადგენად. საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას საჭირო სამართლებრივი მექანიზმების შესაქმნელად. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა მიიღოს კომპენსაცია იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანას და ხალხს მიადგა ამ უსამართლო ომის შედეგად. საქართველოს როგორც ზარალის რეესტრის დამფუძნებელი წევრი მიესალმება საერთაშორისო საჩივრების კომისიის შექმნას. საქართველოს ყველაზე კარგად ესმის თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნორმების დაცვა. ჩვენ საკუთარი გამოცდილებით ვიცით უსამართლობის ფასი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილება, სახლების ნგრევა და დამნაშავეთა დაუსჯელობის შედეგად საზოგადოებაში დარჩენილი მოუშუშებელი იარები. ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ ბრძოლას და არსებული სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას იმისთვის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციის შედეგად ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებები არ მიეცეს დავიწყებას. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილებით რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოსთან მიმართებაში, ის კვლავ აგრძელებს საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფას. სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არსებული მექანიზმების ეფექტიანობის გაანალიზება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ სამართალი აღსრულდეს. საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ მხრივ ურყევს საერთაშორისო ძალისხმევას. რასაკვირველია, საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირებულ რეაგირებას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. და ბოლოს, საქართველოს სოლიდარულია უკრაინელი ხალხის და მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის სამართლებრივ უფლებებს. მაღალი დონის დიპლომატიურ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ევროსაბჭოს ორგანიზებით იმართება, მასპინძლობს ნიდერლანდები, კონკრეტულად ჰააგაში არიან შეკრებილები სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის სტუმრებს შორის იყო დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც თავადაც მოისმინა კონვენციაზე მიერთებული და ხელის მომწერი ქვეყნების პოზიციები და მხარდაჭერა. ასევე მოვისმინეთ თავად ევროსაბჭოს გენერალური მდივნის გზავნილიც, ვინაიდან
როგორც ალან ბერსი ამბობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნები იყვნენ მზად იმისათვის, რომ მას შემდეგ რაც დასრულდება ომი და დაიწყება საუბარი ზიანის ანაზღაურებაზე, სწორედ კომისია, რომელიც დღეს ამ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ შეიქმნება, იქნება ერთგვარი სამართლებრივი მექანიზმი და სწორედ კომისია მოამზადებს შესაბამის საფუძველს, სამართლებრივ საფუძველს იმისათვის, რომ მოხდეს ზიანის ანაზღაურება. ასევე მოვისმინეთ ჩვენ მასპინძელი ქვეყნის ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის გზავნილებით, რომელიც თავის მხრივ ასევე ამბობს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც ქვეყნები გამოთქვამენ სწორედ უკრაინის მისამართი და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები იქმნება, მათ შორის საერთაშორისო ზარალის ანაზღაურების და სარჩელების კომისიის შექმნის სახით. როდესაც საქმე ეხება ევროპის საბჭოს კონვენციას, რომელიც დღეს იხსნება ხელმოსაწერად, ეს არის სამართლიანობა. ეს არის სამართლიანობა ბავშვებისთვის, რომლებიც წაიყვანეს და დეპორტირებულები იყვნენ. ადამიანებისთვის, რომელთა სიცოცხლეც დაზიანდა ტრაუმით და მათთვის, ვინც აღარასდროს დაბრუნდება. ბატონო პრეზიდენტო, სტრასბურგში ევროპის საბჭოს შტაბ-ბინაში თქვენ თქვით, სამართლიანობას დრო სჭირდება, მაგრამ ეს უნდა მოხდეს. ევროპის საბჭომ არ დაკარგა დრო. ჩვენ შევქმნით უკრაინისათვის ზიანის ანაზღაურების რეესტრი 2023 წელს 44 სახელმწიფო და ევროპული კავშირი შეუერთდა მას. წარდგენილია 85,000-ზე მეტი საჩივარი და მათი რაოდენობა იზრდება. ჩვენ ავირჩიეთ ყველაზე სწრაფი და ყველაზე რეალისტური გზა, რომელიც მიდის საჩივრების კომისიისკენ, რომელიც შემუშავებულია ევროპის საბჭოს ჩარჩოებში. ეს არის უნიკალური საერთაშორისო დამოუკიდებელი ინსტრუმენტი, რომელიც ცენტრალური უნდა იყოს რეპარაციების საკითხის განხილვისას სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ანგარიშვალდებულება არის ნებისმიერი სამშვიდობო გეგმის ცენტრალური ასპექტი, მაგრამ არა ერთადერთი. ევროპის საბჭოს არ აქვს დრონები, რაკეტები, მაგრამ აქვს კანონის ძალა, საერთაშორისო სამართალი, რომელიც ვრცელდება ყველაზე, გამონაკლისების გარეშე, ორმაგი სტანდარტების გარეშე და ჩვენი ამოცანა მკაფიოა. დავაფიქსიროთ სიმართლე, უზრუნველყოთ კომპენსაცია და პასუხისმგებელ პირებს ვაგებინოთ პასუხი. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინა იყო საერთაშორისო მოლაპარაკებების ცენტრში. გუშინ ჩვენ გვქონდა კონსტრუქციული შეხვედრა ბერლინში, სადაც ევროპისა და ამერიკის თანამშრომლობით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მდგრადი მშვიდობისკენ გზაზე. ჩვენ განვიხილეთ საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიები. ყველა გრძნობს, რომ სიტუაცია საგანგებოა და ცეცხლის შეწყვეტა ახლა საბოლოოდ რეალურ შესაძლებლობად გვეჩვენება. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა საჭიროებს, რომ რუსეთმა აუნაზღაუროს უკრაინას მის მიერ მიყენებული ზიანი და ამგვარად დღეს ჩვენ აქ ვიმყოფებით რეპარაციებზე სასაუბროდ. დღევანდელი დღე ეხება სამართლიანობას, რადგან მის გარეშე ვერ იქნება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. თუმცა სამართლიანობა თავისთავად არ მოდის. ჩვენ უნდა დავუდოთ ამას საფუძველი და რაც შეიძლება გულდასმით მოვემზადოთ. დღეს ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯს. ჩვენ შევქმნით უკრაინისთვის საერთაშორისო სარჩელების კომისია, რომელიც იმუშავებს ომის დროს მიყენებული ზიანის კომპენსაციებზე. უკვე გარკვეული პერიოდია ნიდერლანდები თანამშრომლობს უკრაინასთან, ევროპის საბჭოსთან და დღეს აქ წარმოდგენილ ქვეყნებთან, რათა მივახციოთ სამართლიანობას უკრაინისთვის და ერთად ჩვენ პროგრესს ვაღწევთ. ამის მაგალითია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულების გამოძიებაზე მომუშავე სპეციალური ტრიბუნალი და ზიანის რეესტრი. ახლა კი საერთაშორისო სარჩელების კომისია, რომელიც დღეს იქმნება, ჩვენ ჰააგიდან ვაგზავნით ძალიან მკაფიო გზავნილს, რომ მშვიდობის მიღწევის შემდეგ სამართლიანობამ უნდა იპოვოს თავისი გზა. მინდა მადლობა უთხრა თქვენს ქვეყნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ომის წლებში თქვენი ქვეყნები ჩვენს გვერდით დგანან. მადლობა თქვენს ხალხს, ჩვენი მხარდაჭერისთვის, უკრაინის ხალხის, ბავშვების მხარდაჭერისთვის და ჩვენი უფლებისთვის. დავიცვათ თავი ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, რომელიც თავს იცავს გარე აგრესიისგან. რუსეთზე ყველაზე წოლა უნდა შენარჩუნდეს იქამდე, ვიდრე ის განაგრძობს ჩვენი მიწის ოკუპაციას. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ის დამნაშავეა და უნდა აგოს პასუხი იქამდე, ვიდრე ჩვენი ხალხი რუსეთის ტყვეობაში რჩება და ვიდრე რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვები არ დაუბრუნდებიან სახლებს. რუსეთი უნდა შეიზღუდოს სანქციებით იქამდე, ვიდრე ის პატივისცემას არ გამოავლენს მშვიდობიანი ცხოვრებისა და თითოეული მეზობლის უფლებების მიმართ. და რა თქმა უნდა, თითოეულ რუსულ სამხედრო დანაშაულს უნდა მოჰყვეს შედეგები მათთვის, ვინც ეს ჩაიდინა. ვიმედოვნებთ, რომ ტრიბუნალი რუსული აგრესიის მიმართ იმუშავებს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც მშვიდობა სურს ევროპაში. ამის იმედი გვაქვს.
გვაქვს. კომპენსაციის თითოეული მექანიზმი ზიანის რეგისტრაციიდან და ზარალის კომპენსაციიდან ფაქტობრივ ანაზღაურებამდე დაიწყებს მუშაობას და ძლიერ და საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს, რომ ხალხმა რეალურად იგრძნოს, რომ ომით მიყენებული ნებისმიერი ზიანი შეიძლება იყოს კომპენსირებული. ეს ომი და რუსეთის პასუხისმგებლობა უნდა გახდეს მკაფიო მაგალითი, რომ სხვებმა მისით ისწავლონ, არ წამოიწყონ აგრესია. როგორც უკვე გითხარით, დღეის მდგომარეობით 35-მა სახელმწიფო მოაწერა ხელი კონვენციას, რომელიც შემუშავებული არის ევროსაბჭოს მიერ და რომლის მთავარი მიზანიც არის საერთაშორისო საარჩევნების კომისიის შექმნა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი სახელმწიფო არის სწორედ საქართველო და როგორც მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, ეს არის მორიგი დასტური, რომ საქართველო დგას სწორედ და მხარს უჭერს უკრაინას ამ პროცესებში და ეს არის საერთაშორისო არენაზე მორიგი მხარდამჭერი გზავნილი საქართველოს მხრიდან უკრაინის მისამართი. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს როგორც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ბუნებრივია გახსნილია პოზიციები და შესაბამისად ევროსაბჭო ელის, რომ გარდა 35 სახელმწიფოსი სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან ამ კონვენციას ხელმოწერით. მადლობა, პირდაპირ ეთერში თამუნა ციკლაური საუბრობდა.